საღამომშვიდობის მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებელნი სამწუხარო შტაბი რომ ამ მიზანს მიაღწიონ და ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე. გეტყვით რომ დღეს უკვე ერთი შეხვედრა დასრულდა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე. მონტენეგრომ და სლოვაკეთმა ითამაშეს ერთმანეთს და ეს მატჩი თავს იმედია ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს ნაკრებს ისეთ კარგი და სწორი ფეხბურთის თამაშისთვის. შემადგენლობებსაც გადავავლოთ თვალი. პოლონეთის ნაკრების კარში 22 ნომერი მილოშ პიეკუტოვსი არის, 2 ნომერი დომინიკ შალა, 4 ნომერი იგორ ორლიკოვსკი, 5 გუნდის კაპიტანი მიხალ გურგული, 6 მაქსიმილიან შნაუსნერი, 7 ფილიპ ბროზგა, 10 დანიელ მიკოლაევსკი, 14 კასპერ პოტულსკი, 15 კასპერ ნოვაკოვსკი. ოპ სულად შეასწრნენ ერთმანეთს. ზოლა იყო ხო ეს ხშირი იქნება როგორც ჩანს ფაბერსკი ჩვენი ძალიან პერსპექტიული 16 წლის ფეხბურთელი რომელიც 19 წლამდეთან ნაკრების აგერ ძირითად შემადგენლობაში და უამრავი ძალიან ძლიერი გუნდის ყურადღების ცენტრშია. ჩაწოდება საჯარიმოში სწორედ ხარებაშვილმა შეუშალა მოწინააღმდეგეს, ისევ ფაბერსკის უბრუნდება მარჯვენა ფლანგზე. ფაბერსკის ჩაწოდება და კიდევ ერთი კუთხური იქნება ამჯერად მარცხენა ფლანგიდან. კარგი სრულ მოძრაობები. ჟივაჩი დაარტყა და ანგარიში გაიქცეს. თითქოს ძლიერი დაარტყმა არ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა ჩვენ და სამწუხაროდ ზუსტ კაპიტანმა გაიტანა ხო? გურგულმა მიიღო. გადააწოდა ბურთი ნოვაკოვსკი დაიძრა საჯარიმოსკენ, სწრაფად მიდიოდა კარგი ვარდნა, გეგუჩაძის გადაცემა ხუსლით შესანიშნავი იყო ამან სწრაფი შემოიწე კარგად იარა ბურთაიდან და რაკედან შორი იყო, დაწყმა ჰქონდა გადაწყვეტილი და ჩაფიქრებული სამუშია, თუმცა ვერ მოარტყა ბურთს კარგად და საკმაოდ შორი იყო კარამდე. ამოყვამე ფარიშვილი თავის ვიზავის, თუმცა პოლონელებმა ბურთი შეინარჩუნეს და საკმაოდ სწრაფად გადმოდიან შეტევაზე. ბროზგა დაბალი გადაცემა. აქ გაგვიმართლა რომ ბურთს ვერ შეეხო მიკოლაევსკი. ხო. ელოდებიან დაარტყმას როგორც ჩანს ფაბერსკისგან. თუ მაინც აწოდებას გადაწყვეტს შევხედოთ. კი ბატონო დაარტყა, კარგად დააყენა. უმძიმესი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის. გრძელი პასი. გავიდა ეს გადაცემა ყურადღებით მეკარე იგერიებს. ოჩახსაური, რა კარგად ითამაშა. ოქთ და არ გადაუშვა. ჩვენიანმა კიდევ ერთ ჩაწოდებას ველოდებით, კი ბატონო. და მეკარე გადავიდა. რა კარგი მომენტი იყო, აი პირველი რეალური მომენტი, რომელიც ტაიმის ბოლო წუთია. პოლონელები აწვდიან კუთხურს. ფაბერსკი შორძელთან გაუშვა ბურთი. დაარტყმა აქტიური იყო, მაგრამ თან ხვდებით რომ პირველ ტაიმში ორივე გუნდში საუკეთესო იყო ფაბერსკი, 19 ნომერი ჩვენი მეტოქე გუნდის. სწორედ ის არის ბურთი და აწვდის ეხა საჯარიმოში, ცუდი გამოტანა, დაარტყმა, მცველი თამაშობს, თუმცა დროებით ვიგერიებ კიდევ ერთი დაარტყმა და ულამაზესი გოლი გაგვიტანეს პოლონელებმა. შნაუნსერი არის გოლის ავტორი. კიდევ ერთხელ მომენტი აინახეთ აქ. ერთხელ ვერ გამოვიტანეთ, ეს შანსი ვერ გამოიყენა გუნდის კაპიტანმა, მაგრამ აი ეს გამოტანა უკვე ვერ წაარტყეს ბურთს ხეირიანად და ნუ აქ რთული იყო. გეგუჩაძე შეიგდო ბურთი ჯარიმა. არა, მსაჯი მიიჩნევს რომ აქ თამაშის წესი. ჯარიმა იქნებოდა რომ დაენიშნა ფსას, აქ კი არაფერი მიკოლაევსკი. პენალტი. ცოტა პაუზის მერე საჯმა და ნახოთ პენალტის მომენტი. ამ შეტევაში წამოიღე ზუსტად და ხო, პენალტი იყო, მაგრამ იქ ჯარიმა იყო და იქ ჯარიმა იყო ნამდვილად. ნამდვილი ფოლი და მიკოლაევსკი გაიტანა. ძალიან ძლიერი დარტყმა. კუთხე კი გამოუცნო საურმა, მაგრამ უძლიერეს დარტყმა იყო და ესეთ კუთხეში, მაგრამ ნუ ნახოთ, ჯერ ბევრი დრო არ დარჩენილი. ძალიან კარგად. ველოდებით საჯარიმოში, კი ბატონო ჩააბზრიალა სამუშია, მე გარე გამოდის მარტივად ეუფლება ამ ბურთს. ხო, ნუ ესეთ პიეტუკოვსკისაც აბა ფაბერსკი გაათამაშეს ეს სტანდარტი და არც თუ ისე კარგად.
თითქოს ყველა ჩაწოდებას ელოდა. ნუ თუნდაც უკვე 5 ყვითელი ბარათი ამაზე მეტყველებს, აბა რა კარგია. მოძრაობა შეიძლება დარტყმა. რა კარგად გააკეთა რა და ყველაფერი მანამდე სამუშია, როგორი ტექნიკურია. ორი შანსი რჩება. ოპოპულარული საქმე მეორე პენალტი. კიდე პენალტი. მაგრამ ესეც იყო, დაინიშნა ხო? კი, შეჯახება არის. ნიშანს პირველ შემთხვევაში პენალტის დროს გამოიცნო კუთხე საურმა, ნახოთ ახლა. ვერ აიღო, მაგრამ ნუ გამოუცნო უბრალოდ არტყის მიმართულება. აი ახლა მოიგერია. აი ახლა აიღო. ფაბერსკი, თუმცა ბურთით ისე პოლონელები არიან. ყოჩაღმა თესაური აუცილებლად უნდა შევაქო ჩვენი მეკარე, თან რთული პენალტი